Class. ესე იგი, ეხლა ვაჩვენოთ ჩვენ როგორ ხდება მოქმედებების გაწერა თითოეულ შეკვეთაზე. მაგალითად, ვდგებით მოცემულ შეკვეთაზე. შევდივართ დეტალებში, ვდგებით კონკრეტულ კონტეინერზე, ვირჩევთ კონტეინერის ნომერს და გავდივართ კონტეინერის მოქმედებებზე. ხა ეს წავშალოთ და ავიღოთ შაბლონი, რომელიც უფრო სრულად არის შევსებული. ესეთი გვაქვს Cifrate Europe მაგალითად. აქ პრინციპი არის ესეთი. მიმდინარე მოქმედება, რომელიც არის დაპოსტილი, ჩანს რეპორტში, როგორც მიმდინარე ქმედება, ანუ რა სტატუსში იმყოფება ტვირთი ამ ეტაპზე. თუ კი მიმდინარე მოქმედება არის Cifrate, ანუ გზაშია ეს კონტეინერი და გემზადებს, მაშინ დაპოსტილი უნდა იყოს Cifrate. თუ მიმდინარე მოქმედება არის სატერმინალო THC, იპოსტება THC. გვაქვს მთავარი და მეორე ხარისხოვანი მოქმედებები. მეორე ხარისხოვანი მოქმედებებია მაგალითად კონტეინერის დაზღვევა, შენახვა, მოცთენა, დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პოსტის ცნება არ მოქმედებს და როგორც მიმდინარე მოქმედება რეპორტში ეს არ ჩდება. მაგალითად გადაახტა სატერმინალომ და მიმდინარე მოქმედებად გვაჩვენა სარკინიგზო გადაზიდვა. აქედან სარკინიგზოს კიდევ ერთხელ დავუპოსტავთ როგორც დასრულებულს, უკვე გადავა შემდეგ მოქმედებაზე და ის შემდეგი აისახება უკვე როგორც მიმდინარე. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ რესურსი, ანუ რესურსი რის საშუალებითაც ხდება ამა თუ იმ კონტეინერის, იქნება ეს თუ მანქანის გადაზიდვა. აი ამ შემთხვევაში, Cifrate-ის შემთხვევაში ეს არის გემი. შეგვიძლია პრინციპში შევიდეთ და დავამატოთ. დავუშვათ სებნე 001, აი გამოგვიგდო ტრანსპორტის საშუალებად. ავირჩევთ და ჩავწერთ vessel. ნუ კომენტარში შეგვიძლია ჩავწეროთ ის, რაც გვინდა რომ დავინახოთ რეპორტში. ნუ აქ ვავსებთ ETA, ანუ estimated time of arrival. როდის ველოდებით კონტეინერის დაახლოებით შემოსვლა. ნუ ავირჩიოთ 27 და შევინახოთ. ასევე შეგვიძლია იქ გავწეროთ ხარჯი, რასაც ველოდებით. ჩვენ მოცემულ მოქმედებაზე. ნუ კომპანიის მიხედვით მაგალითად ავირჩევთ კომპანიას. დავუშვათ Maersk-ი. აი ამ ეტაპზე price list-ი შევსებული არ არის. იდეაში როცა ვირჩევთ კომპანიას და ქმედებას, გავყავართ price list-ი, საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ წინასწარ შეყვანილი ფასი. ნუ აქ შეგვიძლია უკვე ხარჯი ხელით შევიყვანოთ, მაგალითად 500 და ვირჩევთ ვალუტას ევრო. ნუ იგივე პრინციპით ვავსებთ სხვა მოქმედებებსაც, მაგალითად railway freight-ის შემთხვევაში შეგვიძლია აქ შევიყვანოთ როგორც რესურსი ვაგონის ნომერი. ასე შემდეგ. ნუ აქ საყურადღებო არის ის, რომ როცა რესურსზე ორჯერ დავაკლიკებთ, გამოდის შეტყობინება და გვეკითხება, გვინდა თუ არა, რომ იგივე რესურსი გაეწეროს ამ შეკვეთის ქვემოთ ყველა კონტეინერს. დავაძლევთ. ბევრი კონტეინერის არსებობის შემთხვევაში არ მოგვიწევს ყველა action-ზე სათითაოდ იგივე რესურსის მიბმა. დავაწევით OK-ს და გაეწერება ყველა კონტეინერს იგივე რესურსი.